Salmებით ქალბატონებო და ბატონებო, როგორ ბრძანდებით? დღეს არის 1 სექტემბერი, გილოცავთ 1 სექტემბრობას. 1 სექტემბერი იყო ყოველთვის ახალი რაღაცის დაწყისი ხოლმე ჩემთვის ცხოვრებაში. საბჭოთა კავშირმა მიგოჩვია მაგას იდეაში, იმიტომ რომ 1 სექტემბერს იწყებოდა სკოლა, სამუშაო, ყველაფერი დედის ტყმაყლეობები. ბოდიში რო შევიგინე, მაგრამ არა სხვანაირად არ გამოდის. ხო და 1 სექტემბერი ყოველთვის რაღაცა ახლის დასაწყისთან ასოცირდებოდა ხოლმე ჩემთვის და ჩემთვისაც ეს იქნება ახლის დასაწყისი და მე არ ვიცი რას გავაკეთებ 1 სექტემბერი და წარმოუდგენა არა მაქვს ისევ ძველ ცხოვრებას მივყვები დიდი ალბათობით პროსტა ეხა ვატრაკებ რა ხო დღეს რაზე მინდოდა მელაპარაკე დღეს არაფერზე არ მინდოდა მელაპარაკე მე მინდოდა მელაპარაკე და ავაი ვილაპარაკოთ საბჭოთა კავშირი ვახსენეთ და საბჭოთა კავშირზე და გერმანიაზე აი მეორე მსოფლიო ომზე ვილაპარაკოთ მეორე მსოფლიო ომი იყო ძალიან არათანაბარი ძალებით გადაანაწილებული რა საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ სამი ქვეყანა ებრძოდა მსოფლიოს ანუ გერმანია, იტალია და იაპონია ებრძოდნენ ყველას ხო და იდეაში რაც ქნეს გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ საბოლოო ჯამში იმაზე გასაოცარი არის ვიდრე ის შედეგები რაც საბოლოო ჯამში დადგა რა თქმა უნდა დაჟე მე ვფიქრობ რომ რუსეთიც დაეცემოდა ბევრად უფრო მარტივად მოთმინების უნაირო ქონდა ბატონ ადოლფს ხო, წესით ეგრე გამოდის რა, იმიტომ რომ ჰიტლერი ძალიან კაი პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკოსი არა, მართველი იყო კაი, იმიტომ რომ ხალხის მართვა შეეძლო ძალიან მარტივად. როგორც კი ეგ იდეა შემოაგდო, მაგრად გაახვივა რა, ეგრევე მაგრად გაახვივა და რაღაც დიდი დრო არ დაჭირდებია დაწინაურებაზე და საბოლოო ჯამში პარტიის ლიდერი გახდა და მე რავი, დიქტატორიც თუ რავი რაც იყო. ხო და სტალინიც ძალიან ჭკვიანი ბატონი ბრძანდებოდა ბოლო ქართველი იყო და ეს ქართველები რაღაც მიდდექი მოდდექი ეგეთი რაღაცები მარტივად გამოსდიოდა ხოლმე რა ანუ ეხა უკვე მე როგორც ადამიანებს რა თქმა უნდა ნეგატიურად ვაფასებდი მე მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსები იყვნენ ორივე უბრალოდ ერთს უმტყუნა ძალების არასწორმა განაწილებამ სტალინზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან არასწორად ჰქონდა განაწილებული, ტყუილ უბრალოდ კლავდა ხოლმე ხალხს, იდეაში ეგ ანუ მე ვფიქრობ, რომ რუსები ყოველთვის ეგრე შვებიან ხოლმე ომებში რა, ეხლაც აი უკრაინასთან ეგეთ რაღაც შვებიან. რომ ფილტრავენ რა, თავიანთ ცუდ ტიპებს, ანუ ვინც ცუდი ტიპი ყავთ თავის ქვეყანაში, იმათ წინა ფრონტზე გაუშვებენ, ისინი დახოცავენ ამათ, ისინი დაიღლებიან, აქედან ეხა ვიღაცა იმასაც მოკლავს რაღაცა და ამ გაფილტრით ანუ გასაფილტრი ტიპებით ამ ტიპებს რო გაფილტრავს მე უკვე იწყებს ნამდვილ ომს რა მე როგორი შეგზემაც მრჩება მაგას ვსაუბრობ ხა დადასტურებული ფაქტია თუ რო გითხრათ მაგრამ მოგატყუებთ მაგრამ ხო ხვდებით რა რას გულისხმობ ხო და ძალიან საინტერესო იყო მეორე მსოფლიო ომი უბრალოდ ის ძალიან დიდი ზარალი მოყვა განსაკუთრებით საქართველოსი რა და აი საქართველოს რო დიდი ზარალი ქონდა იქ ხო უშუალოდ იმას მოყვებოდა საბჭოთა კავშირის ბრალი იყო იმიტომ რომ ამათ გაიწვიეს ბევრი ხალხი ხო სხვათა შორის SS-თანაც გერმანულ სპეციალურ დანაყოფებთან ქონდათ კომუნიკაცია ქართველებს და ერთად აკეთებდნენ რაღაცებს საბოლოო ჯამშიც ომის გამარჯვება ოფიციალურად ბატონ მელტონ კანთარიასთან ასოცირდება და ეგ ძალიან კარგი არის მაგრამ თემს ოფლიომ რა თქმა უნდა არაფერი არ იცის იმის შესახებ რომ თუნდაც მელტონ კანთარია ვინც დროშა აღმართა რაიხსტაგზე ბატონი ქართველი იყო და არც ის რომ ბატონი იოსებიც ქართველი იყო ხო არა და ქართველებმა მოიგეს ჩათვალეთ ეგ ომი რა ეგრე გამოდის იმიტომ რომ ორი ყველაზე ძირითადი ომის მოგებასთან ასოცირებული რაღაც ქართველებმა გააკეთეს რა სტალინმა გერმანიის ჯარი ჩახოცა კარგად და მე ამან დროშაც დაამხო თავზე სხვა შორის მელტონ კანთარიას შვილი იყო ჩემი კურსელი შორიდან ვიცნობდი საკმაოდ საინტერესო პირო შვილი ხო შვილი ან შვილთაშვილი არ მგონი შვილი ალბათ საკმაოდ კარგი ადამიანი იყო ისიც დიდი იმედი მაქვს რომ ისიც აღმართავდა რამეს სადაც საჭირო იქნებოდა ხო ეს რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომს მეორე მსოფლიო ომი უბრალოდ იყო ძალიან უაზროდ გაწელილი ანუ უყურეთ ფაშიზმი როგორც ასეთი დაიწყო იტალიაში ეს არ დაწყებულა გერმანიაში და გერმანელები რაც აკეთებდნენ გერმანელები ფაშისტები არ იყვნენ გერმანელები იყვნენ ნაცისტები ნაციზმი უკვე სხვა რაღაცა იყო რა ანუ მე ცოტა როგორ აგიხსნათ
რაღაცები შეცვალეს ფაშიზმში და გამოვიდა ნაციზმი. მაგრამ კონკრეტულად რო გითხრათ რა შეცვალეს, თქო, მაგას მეც ვერ ვიგებ დღემდე რა. მაგრამ ფაქტად ეგრეა, რომ ფაშიზმი იყო ბატონი რა ბერლუსკონი, ახლა ბერლუსკონი გამახსენე. მუსოლინის კამანდის დაწყებული და უშუალოდ ნაციზმი თვითონ ჰიტლერმა გადმოამუშავა და საბოლოო ჯამში საბოლოო შედეგი დაგვიდო ისეთი მსოფლიოში, როგორც ახლა არსებობს. პლუს რაღაც ფაქტები მე მგონია რომ არასწორად არის გადმოცემული, იმიტომ რომ გერმანია ძალიან ახლოს იყო არგენტინელებთან იმის გამო რომ ინგლისელებს და ვიღაცებს ვერ იტანენ არგენტინელები, რაც მარტივი გასაგებია. ინგლისელებს და ჰოლანდიელებს ვერ იტანენ ჩემი მათემატიკით თუ სწორად მახსოვს. იმენა ვერ იტანენ, არებასებიან და სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ რაღაცები გაქვთ ბიქარული არგენტინელებთან ევროპის ბევრ ქვეყანას რა და ხო მოკლედ გერმანიასთან ძალიან ახლოს იყვნენ და მე მგონია რომ უშუალოდ ბატონმა ადოლფმა თავი არ მოიკლა და სინამდვილეში არგენტინაში იყო გადასახლებული ისევე როგორც ძალიან ბევრი გერმანელი მთავარსარდლები და სარდლები და ეს გენერლები და საკმაოდ ისეთი მაღალი ეშელონის ტიპები. ერთადერთი რაღაც რაც ვერ გავიგე ორმაგი სტანდარტით გამოდის ჰუგო ბოსი რო საბოლოო ჯამში მაინც კარგ კომპანია და ჩამოყალიბებული და არავის პრობლემა არ ქონია ომის მერე რომ აუი თქვენ აცმებდით მათ ეგ არაფერი იყავით გააგრძელეთ კაი თანაცმელებს კერავთ. ანუ ეგ ნიტოპონტი არის პლუს იქ მანქანებზეც შეიძლება ბაიერ მოტორვენ ბაიერიშე მოტორვენ კარჩი როგორც BMW არა, მე მგონი Mercedes-ი უკეთებდა მანქანებს, არ მახსოვს ზუსტად. იდეაში Volkswagen-ი უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი იყო. მაგათთან ასოცირებული წესი რა აზრი აქვს. მეორე მსოფლიო ომში რა მოხდა ახლა? თავიდან რომ დავიწყოთ. ესე იგი, ბატონმა ადოლფმა შეყო ფეხი პოლონეთში. არა, თავიდან სად შეყო ფეხი? სუპერველი ვისთან შევიდნენ. რა აზრი აქვს? სადღაც შევიდნენ ნიტო ავსტრია, ნიტო პოლონეთი რა დაჭბოხი. და ეს ჩემბერლენი იყო, მე მგონი, მაშინ ინგლისის ისა, ხო, ჩემბერლენი იყო, ჩემბერლენი ჩავიდა, ჰიტლერ შეხვდა, კაროჩეო, რაც დაიპყარი, კაიო. მაგრამ დარშეო აღარ ქნაო. კაი, ბაზარი არ არის. ჩავიდა ეს უკან ინგლისში. ომი დავასრულეთ ბრიტანელებმა და რაღაცებს იძახით. მაგათ ხო აღმატებული ერი გონიათ ყველას თავის-თავი. ჩვენც ეგრე ვართ, ჩვენც აღმატებულები გონია ვიღაცებზე, მაგრამ რა ვქნათ ახლა? ჩვენ შედარებით ჭკვიანები ვართ, ჩემი მათემატიკით ვიდრე სხვაები რა. უბრალოდ მოუხელთებლები ვართ. ჭკვიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ჭკვას ვერ ვიყენებთ საბოლოო ჯამში და ყოველთვის სხვას ვახმართ ხოლმე ჩვენ ჭკვის დადებით შედეგებს. ხო და ეს ბრიტანელებს ხო გონიათ რომ აღმატებული ერი და ჩავიდა და აი დავამარცხეთ ომი მორჩა ევროპაში და აი მაგ დღეს დედა მოუტყნა გადაუარა ჰიტლერმა ყველაფერს. აი ეგრე უნდა. ომის დამთავრება. გენაცვალე. მერე ჩემბერლენს გააჯმევინეს ჩერჩილი მოვიდა. ხო ჩერჩილი მოვიდა, მერე უკვე დაალაგდა რა შედარებით რაღაცა. ხო რა. მაგარი დებილობაა ომი. აი ძალიან დებილობაა. რაღაცა უაზრობებს აკეთებენ ყოველთვის მსოფლიოში რომ რაღაცა ომი იყოს და ბალანსი მოხდეს ხალხის რა, იმიტომ რომ ფაქტია რომ ძალიან სწრაფად ვიზრდებით რაოდენობაში და არავის არ აწყობს ეგ, მაგრამ არავის არ აწყობს ვინც ზევითაა რა. იმიტომ რომ უფრო მეტი და უფრო მეტი ხალხი არის დასახლებელი და მართლა ბეტონებად ვართ გადაქცეული ისე ჩვენ ქვეყანა რო ასე ჩვენ ქალაქი თბილისი რო იმენა სულ ყველგან კორპუსით დგას ეგეთ ქალაქადაა ნაქცევი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ პეკინში რა ხდება. პეკინი ბეიჯინგი არის. და ჩემ ბავშვობაში პეკინი ერქვა და მე რაღაც ეტაპზე ბეიჯინგად გადაკეთდა და მე გუანგჟუ და რაღაცები არ მევას. მაგარი გათიშული ვარ რომ არ მოგატყუოთ. Просто ჰიტლერს ერთადერთი არასწორი ნაბიჯი ჰქონდა, მე მგონი თავის ისტორიაში და просто იცით რა არის, ძალიან რთულია, როდესაც ვიღაც გეზიზღება, მაგ დროს ომი მოუგო იმ ადამიანს, ვინც გეზიზღება რა. იმ ადამიანებს, ვინც გეზიზღება. ვიღაც ზიზღი თუ გამოძრავებს, აუცილებლად წააგებ რაღაცა ეტაპზე ომს. ზიზღის გამო არ უნდა ომობდე რა. მიხვდით ხო ალბათ რას გულის ხო? აი აზრი არ აქვს.
ზიზღი თვალებს გვიბნელებს და აი როგორც ჰიტლერს დაუბნელა თვალები და თავის დროზე აბა რუსეთში დროზე შევიდეთ რომ მე იქ მცირე აზიაში გადავიდეთ და ისრაელს გადავუაროთ მაგრამ დაუნძრია რა ყველაზე მეტად ეგრე იყო ასე არის პირველი მსოფლიო ომი ვაფშე უაზრობა იყო თქვენ ალბათ გეცოდინებათ ეგ ამბავი რომ ჰიტლერის მოკლის შანსი ვიღაცა ინგლისელს ჰქონდა მაგრამ არ მოკლა ეგეც თქვენი ბრიტანელები აღმატებული სირები მე ბრიტანელები არ მიყვარს რა მსოფლიოში აი ყველა დაპყრობელი მაგრამ იზღება რა თქმა უნდა რუსეთიც ბრიტანეთიც საფრანგეთიც მაგრამ საფრანგეთი საბოლოო ჯამში ისე მივიდა ახლა დედამიწის ისეთ მომენტამდეა მისული რომ ვისაც იპყრობდა ეხა იმათ დაიპყრეს თვითონ საფრანგეთი და აი მეტის ღირსებიც არიანე კაია ხო ჩავიდნენ და ასწავლეს მთელ სენეგალს და განას და იმებს ფრანგულად ლაპარაკი და ეხა ყავდათ იქ მთელი სენეგალი და განა ემიგრანტები იყვნენ ანუ არალეგალებზე მაქვს საუბარი თორე ლეგალურად ვინც ჩადის ვინმე ზამე პრობლემა კი არ მაქვს ვაფშე მგიდია აი ყველაზე მეტად ვისაც უჭირს დატევა თავის ქვეყანაში არის ინდოეთი მაგიტო არის გამოიძახეთ რაღაც საჭმელი და მოგიტანენ მეორე მსოფლიო ომიდან ვოლტის კურიერებამდე რომ მივიდივარ ძალიან ტესლობა არის თვითონ ვოლტს არაფერს არ ვეჭი მაგრამ მაინც არ გამოდის სწორი რომ მაგათ ამუშავებენ იმიტომ რომ ფაქტია რომ ქართველი ხალხი წუხდება რა მაგათი მომხმარებელი წუხდება თუ სხვა კი არაფერი იმიტომ რომ ეხა გუშინ აი ანანოს ვიღაცამ ხელი ჩაუყო საჭმელში თუ რაღაც და გაგიჟებული ვიდეო ედო იმაზე და იმათ მიწერეს რომ customer support-ს მიწერა რომ ისო ვიღაცამ შემიჯამაო კურიერმა შემიჯამაო ეს საჭმელიო ისე უბრუნდება რომ აი გვესმის თქვენიო მარაო არაფრით ვერ დაგეხმარებითო იმიტომ რომ სურათი არ გადაუღეთო და არ ვიცი ეგეთ რაღაცებს რო აკეთებენ ცოტა ნიტო არის სამაღიზიანებს მე ეგეთ რაღაცები ვახ დღეს ცოტა ვლაპარაკობ მე მგონი თუ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ეგეც ვერ გავიგებ ეხა რო არ მოგატყუოთ ერთი სული მაქვს როდის მოვა ის დღე 4 ოქტომბერი რომ თურქეთს მოუგოთ ფეხბურთში მეტი არაფერი არ მაინტერესებს ახლა რა აი მე ბოლო 3 დღე მაგაზე ვარ კონცენტრირებული აუ ფულურ მაფიაში ჩავატარეთ ტურნირი სადაც 5 ბილეთი გავათამაშეთ ეხა 2-ში ვაკეთებთ დღეს ხო პირველია ხვალ კიდე ტურნირი გვაქვს სადაც კიდევ 5 ბილეთს გავათამაშებთ და მე ბულგარეთის ბილეთებსაც გავათამაშებ შევთ 10 წელს შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტურნირებზე მაფია ჯიზე რო შეხვალთ იქ საიძევე წერია რა ყველაფერი კარგად და ლამაზად ხო და ეგ არის და ეგ დავიღალე ხა რაც ვილაპარაკე მაგრა დავიღალე რო არ მოგატყუოთ რა ჰიტლერი რა თურქეთი საქართველო ღმერთოჩი ჯერ კიდევ ვერ მომნახე დრო იმისთვის რომ რომელიმე იუთუბერთან გავსულიყავი და იმასთან ჩამეწერა ვიდეო, ამიტომ ძალიან დიდ ბოდის მოგიხდით. შევეცდები რომ ამ დღეებში აუცილებლად გავიდე ვინმესთან და ჩავწერო რამე. ან ვაფშე ჩემს მაკაცთან ერთად ჩავწერ ვიდეოს დღეს ფულურ მაფიიდან. და ხვალ დავდებ მაგას. ეგ მაგარი იდეა. რაღაც ფეხბურთზე ვილაპარაკ, ფეხბურთი არ გიყვართ თქვენ. რაზე ვილაპარაკოთ, ეგ მითხარი, ეგ დამიწერეთ და ის აღამოს რომ მივალ ჩავწერთ. და ვილაპარაკებთ. ჩემი ძმაკაცი არის ლუკა კოშკა კურკველია, AKA კოშკა კი არა. ძალიან კარგი ადამიანი არის, ესე. არსებითად ადამიანად, ძალიან კაია. ჭიპა არ იქნება თორე ჭიპასთან ჩავდე. ჭიპა გუშინ იყო მოსული. მე და ჭიპამ ერთი ხელი ვითამაშდა, ურა კაი ხელი იყო. აიმე. ნულოვანზე მაფია არ გიყვართ ხო ალბათ. მე ძალიან მიყვარს მაფია და მაგიტო შემიძლია ხოლმე მთელი დღე გელაპარაკოთ რომელიღაც თამაშის განხილვაზე ვის რა უნდა იქნა და რატო უნდა იქნა და ასე შემდეგ და ასე. მე ძალიან მევასება მაფია. მე დამოკიდებული ვარ მაგ თამაშზე. ძალიან ჩვეულებრივად და არაჩვეულებრივად. ხო, ლენკა მითხრა რომ ეს სახლის ისენიო შეცვალეო რა, სახლში სულ ერთ და იგივე ვიზუალში რო ხარო, ხალხსო ნაკლებად აინტერესებს და მართალიც არის ფაქტია. იმიტომ რომ თამბნეილზე ხო ჩანს სად ვარ. იმიტომ რომ თამბნეილი არ მაქვს. ხო და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ გარე გადაღებები დავიწყო ეხა ნელ-ნელა. ხო და ნელ-ნელა რო დავიწყებ, აი 1 სექტემბერი. აქედან ვიწყებთ ახლა რაღაცებს. ცხელა მაგრა დასაბანი ვარ, რა მოგატყუოთ. წავალ მე დავიბან.
თქვენი ზნებართ. ვისაც ჩემი ტერფების სურათები დაგაინტერესებთ, Discord-ის სერვერი გვაქვს და იქ შემობრძანეთ და იქ არ დავდებ არასდროს.